დაგიბრუნდით გადაცემით ჯანმრთელი დილა, როგორც ყოველთვის დღესაც აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, ბავშვებში გავრცელებული კუჭ-ნაწლავის პრობლემები და მათი მკურნალობა. სატელეფონო ხაზია პედიატრი ნეონატოლოგი ნინო გორგაძე. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით. ქალბატონ ნინო, როგორც დავაანონსე, დღეს ჩვენ ძალიან აქტუალურ თემაზე ვისაუბრებთ, თუ რა საკიდან ვლინდება ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ყველაზე გავრცელებული პრობლემები რომელია, როგორ მკურნალობთ და რა თქმა უნდა პრევენციაც საინტერესოა. მოდით იქიდან დავიწყოთ, თუ რა საკიდან ვლინდება, გარკვეული სირთულე, ჩვილობის ასაკიდან ვფიქრობ და შემდეგ უკვე ესე ეტაპ-ეტაპ მივყვეთ. ბავშვთა ასაკში გვხვდება ძირითადად ეს პრობლემა არის მეტეორიზმი და გაზები, რომელიც ნაწლავის უმციფრობით არის განპირობებული და ასაკის მატებასთან ერთად ეს პრობლემა გვარდება. ასევე მეორე კუჭ-ნაწლავის პრობლემა ეს არის ძალიან გახშირებული მუცლის ტკივილი. მუცლის ტკივილი იგივე შეიძლება იყოს გაზებით გამოწვეული, შეიძლება იყოს ვირუსული ინფექციით გამოწვეული, ან შეიძლება რაიმე დაავადების თანხლები ნიშანი იყოს. შემდეგი გავრცელებული პრობლემა ეს არის ყაბზობა. ყაბზობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში და ყაბზობის ორ სახეს არჩევენ. პირველი ეს არის ფუნქციური, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება და რა თქმა უნდა მოგვარებადია ეს პრობლემა, რადგანაც ფუნქციური ყაბზობა ძირითადად განპირობებული არის სითხის დეფიციტით, არაჯანსაღი საკვების მიღებით, ბოჭკოვანი საკვების ნაკლებობით, ნაკლები მოძრაობით და ასევე სამი და 2 წლის ასაკში ყაბზობა ხშირად უკავშირდება იმას, რომ ცდილობთ, რომ ბავშვი პამპერს გადავაჩიოთ, ბავშვს ამის სურვილი არ აქვს, ხდება შეკავება და რაც შემდეგ უკვე ყაბზობას იწვევს. ასევე შემდეგი კუჭ-ნაწლავის პრობლემა, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია, ეს არის ღებინება. ღებინება შეიძლება იყოს ვირუსული ეტიოლოგიის, ბაქტერიული ეტიოლოგიის წარმომავლობის, შეიძლება იყოს საკვებით განპირობებული, როდესაც შეიძლება ღებინებასთან ახლდეს ტემპერატურა, რა თქმა უნდა, ეს უკვე საყურადღებო ნიშანია, როდესაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა ტემპერატურულ რეაქციასთან ერთად გვხვდება. კი ბატონო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გავრცელებული არის დიარეა. დიარეა შეიძლება იყოს ვირუსული ეტიოლოგიის, შეიძლება იყოს ბაქტერიული, შეიძლება იყოს ასევე კვებითი ინტოქსიკაციით გამოწვეული. თითოეული დიარეის დროს არ არის ეს საშიში დაავადება, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ 5-10 წუთში ერთხელ ბავშვს წყალი, ელექტროლიტები, ჯანსაღი საკვები უნდა მივაწოდოთ, მაგრამ ის აღნიშნა ის ნიშნები, რასაც მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ რის შემდეგაც უნდა მიმართოს ექიმს. ხო, ეს არის, როდესაც ბავშვი არიღებს სითხეს, როდესაც არის ძალიან სუსტად, როდესაც თან ახლავს ტემპერატურა, თუ განავალში შენიშნა სისხლი და ასევე თუ არის შარდის შეკავება, ანუ შარდს არ გამოყოფს ადეკვატური რაოდენობით. ეს არის ის ძირითადი სიმპტომები, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ მიმართოთ პედიატრს. სხვა შემთხვევაში, მშობელი თუ ადეკვატურად სითხეს მიაწოდებს, მოხდება ბინაზე თვითგანკურნება. კი ბატონო, და რა მიზეზებით მოგმართავენ უფრო ხშირად, ანუ თქვენ დაასახელეთ რამდენიმე სახის კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ჩვილებში უფრო მეტად რომელია გავრცელებული და შემდეგ უკვე ბაღის პერიოდში. კი ბატონო, ჩვილებში უფრო მეტად გავრცელებულია მეტეორიზმი და გაზები. ეს 0-დან 3 თვემდე და ძირითადად მომართვიანობა მიზეზის გამო. შემდეგ დაახლოებით 1 წლიდან 5 წლამდე ძირითადად პრობლემები და შემდეგ რა თქმა უნდა არის ყაბზობა და ძირითადად დიარეა. და მუცლის ტკივილი, როგორც აღნიშნე, გვხვდება როგორც ჩვილობის ასაკში, ასევე ბაღის ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში. კი ბატონო, და ზოგადად ნაწლავის პრობლემა რამდენად უკავშირდება არაჯანსაღ საკვებს, ვფიქრობ ესეც მნიშვნელოვანი თემაა. რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია არაჯანსაღი საკვები. არაჯანსაღი საკვებში უნდა აღვნიშნოს ფასტ-ფუდების ყოველდღიური მიღება არ შეიძლება. ასევე ეს არის გაზიანი სასმელები, ასევე ეს არის დავუშვათ ისეთი ძირითადად თბილეული და ცომეული. არაჯანსაღ საკვებს მაქსიმალურად უნდა
მოვარიდოთ ბავშვები განსაკუთრებით. კი ბატონო. და როდესაც ჩვენ კუჭნაწლავის პრობლემებზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი არის ფართოდ გავრცელებული დავუშვათ ენტეროვირუსები, უფრო ზაფხულისთვის დამახასიათებელი და რომელსაც თან ახლავს დიარეა. ამ დროს, რა თქმა უნდა, მშობლები ვცდილობთ, რომ მაინც მაქსიმალური რაოდენობით ბავშვებს მივაწოდოთ სითხე, ეს უპირველეს ყოვლისა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში პატარები მით უმეტეს უარს ამბობენ საკვებზე. რა უნდა გავაკეთოთ, როგორ ყვებოთ ამ დროს, თუ უკვე დიარეა გახანგრძლივებულია? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საკვები არ უნდა დავაძალოთ, ძირითადი ყურადღება უნდა გადავიტანოთ წყლისა და ელექტროლიტებზე. ანუ 5 თვეში ერთხელ უნდა მისცეთ სითხე. კი ბატონო. და რამდენი ხანი არის შესაძლებელი, რომ ბავშვი ამ მდგომარეობაში იყოს სითხეზე და ელექტროლიტებზე? იცით როგორ არის, 1-2 დღეში ბავშვის მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ანუ არ უნდა წამოვიდეს სისუსტე, ტემპერატურა, სისხლიანი განავალი, როგორც წეღან აღნიშნე და ტემპერატურა. თუ ეს სიმპტომები გვაქვს, აუცილებლად უნდა 1 დღე იყოს, გასული და გვაქვს ეს სიმპტომები, აუცილებლად მაშინ უნდა მივმართოთ პედიატრს. თუმცა თუ დინამიკაში 1-2 დღეში გვაქვს გაუმჯობესება, შეიძლება ბინაზე დავაკვირდეთ. დიახ, და ბავშვებში ყველაზე გავრცელებულ კუჭნაწლავის პრობლემებს შორის ჩვენ გვხვდება რეფლუქს დაავადება. ეგრეთ წოდებული და რომელიც ხასიათება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულწმარვა, ღებინება, კვების სირთულეები და ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან შემაწუხებელია, რა თქმა უნდა, დიდი დისკომფორტია. ზოგადად ჩულობიდან 3-4 თვემდე რეფლუქსი ისე კუჭნაწლავის სისტემის უმწიფრობის გამო საკმაოდ ხშირი პრობლემაა, ამიტომ როდესაც ჩვილ ბავშვს ყვებავთ, აუცილებელია დავუცვათ ყვების დროს სწორი პოზიცია და ყვების შემდეგ 10-15 წუთი ბავშვი უნდა გვეკავოს ვერტიკალურ მდგომარეობაში, რადგანაც შეიძლება ამ დროს სფინქტერის უმციფრობის გამო მოხდეს ამოქაფება და ამოქაფების შემდეგ მოხდეს თუ ბავშვი ჰორიზონტალურად იქნება დაწოლილი, მისი საკვები ნივთიერებების ასპირაცია. ამიტომ ამისგან თავდაცვის მიზნით აუცილებელია ყვებიდან 10 წუთი ბავშვი გვეკავოს ხელში. კი ბატონო. და ეს თავისთავად მოგვარებადი პრობლემაა. თუმცა არსებობს რეფლუქსის სხვა გამომწვევი მიზეზები, როგორიც არის მაგალითად პილოროსპაზმი არის ძირითადად ამის გამოწვევი. მეორე ისე საკმაოდ უფრო ჩვილების დამახასიათებელი, უფრო რთული მძიმე დაავადება, რომელიც ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, ეს არის პილოროსტენოზი. ამ დროს ძირითადად ნიშნები არის ის, რომ ჩულობის ასაკში ბავშვი ჭამს თუ არა, რამოდენიმე წუთში, დაახლოებით 3 კვირიდან იწყება, ხდება ესეთი შადრევანისებური ღებინება და პირველი ნიშანი არის, რომ ბავშვი წონაში არ იბადებს. რა თქმა უნდა, ეს არის სანგაგაშო ნიშანი, უნდა მივმართოთ პედიატრს და ძირითადად პედიატრი მაშინ ახდენს ამის დიაგნოსტირებას და ხდება ქირურგიულად მკურნალობა. დიახ. და ალბათ ნინო, ეს რაც შეეხება ჩვილებს და ცოტა უკვე მოსდილ ასაკში დავუშვათ სკოლის პერიოდს გულისხმობ, როდესაც კუჭნაწლავის პრობლემები აქვს მოზარდს და ხშირად არის ეს დაბოყინება, რასაც ქვია, ამ სახით გაზის გამოშვება ხდება. თუ ეს პროცესიც უხერხულობას ქმნის, ანუ რისი მანიშნებელია ეს ხშირი დაბოყინება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ? ძირითადად სკოლის ასაკის ბავშვებში ეს კვების ფაქტორს უკავშირდება ისევ არაჯანსაღი საკვები, დიდი რაოდენობით კიბილეული, ფასტფუდები, ცხიმიანი საკვები განაპირობებს რეფლუქსს, რადგანაც ბოლომდე მაინც კუჭნაწლავის სისტემა ბავშვებში არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული, ვერ ხდება სრულყოფილად გადამუშავება და იწვევს, რა თქმა უნდა, ეს დისპეპსიურ მოვლენებს, ანუ როგორიც არის გულწმარვა და ბოყინი. კი ბატონო. ძირითადად ეს არის კვების მოწესრიგება მაინც. ანუ მაინც კვებას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება. რაც შეეხება ცელიაკიას და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ვიცით ეს ტერმინიც არსებობს, იწვევს თუ არა შემდეგში საჭმის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებსაც და რომ ვუთხრათ ჩვენს მსმენელს, მაინც რას ნიშნავს ცელიაკია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი? კი ბატონო, როგორც ცელიაკია დაავადება, რომელიც ეს საკმაოდ ესეთი სპეციფიური დაავადება, რომელიც სპეციფიურ კვებას მოითხოვს, ძირითადად ამ დროს ბავშვებს აქვს გაღიზიანებული ნაწლავი, ხშირად ახლავს დიარეა, შეკრულობა, ვერი მატების წონაში, ხშირად ახლავს ღებინება, მუცლის ტკივილები და უკვე პედიატრი იქნება თუ ეს გასტროენტეროლოგი ვაკეთებს შესაბამის კვლევებს, ისმევა დიაგნოზი და ინიშნება სპეციალური საკვები. ხოლო რაც შეეხება
მეორე თქვენს კითხვას უკაცრავად რომ მითხარით მეორე ეს არის ანუ იწვევს კი არა თუ არა სხვა პრობლემებს კიდევ ცელიაკია და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. კი, რა თქმა თუ ოღონდ ცელიაკია თუ მოხდება დროული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობის დაწყება, ბავშვი იზრდება ჩვეულებრივად და არანაირ დარღვევებს არ იწვევს. ასევე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ბავშვებში ნაკლებად ხდება, ეს უფრო მოზრდილების დაავადება, თუმცა რატომღაც ნებისმიერ კუჭ-ნაწლავის პრობლემას მაინც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს არ ქმევენ, მაგრამ ეს სწორი დიაგნოსტირება მაინც არ არის. კი ბატონო და მაინც ნებისმიერ პრობლემაზე საუბრისას ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი არის ჯანსაღი კვება. და სწორი კვება, მოდით კიდევ ერთხელ ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორი კვება რას მოიცავს, რა სახის პროდუქტებს კიდევ ერთხელ რომ აღვნიშნოთ. სწორი კვება ეს არის ჯანსაღი მრავალფეროვანი საკვები, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მდიდარი საკვები უნდა იყოს, შეიცავდეს როგორც ძეს პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი, თევზეული და ეს საკვები დღეურ რაციონში ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს და აუცილებლად უნდა იყოს მრავალფეროვანი საკვები. ასევე კვებასთან ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის ფიზიკური აქტივობა, თუნდაც ყაბზობის პრევენციისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის აქტივობა. ადამიანებს, რომელთაც მუდმივად უხდებათ ჯდომა, ვერ უხერხდებათ სიარული სამსახურის გამო, თუნდაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ფიზიკურ აქტივობას მივაქციოთ ყურადღებას და ჰაერზე სეირნობას. კი ბატონო და რაც შეეხება უჯრედ ისეთ მდიდარ ხილს და ბოსტნეულს, ანუ რაციონში ყოველდღე უნდა ჩავრთოთ? იმიტომ რომ არიან ბავშვები, რომლებსაც იცით ხილი არ უყვართ. აი პატარები მით უმეტეს არ ეტანებიან. შეიძლება იგივე შევთავაზოთ ჩირის სახით, ან შეიძლება ხილი ან იოგურტში გავურიოთ, ან მაწონში, რომელსაც უფრო გემრიელად მიირთმევენ ხოლმე, მაგრამ როდესაც არის პრობლემა ყაბზობის დროს აუცილებელია ეს საკვები, ეს არის ისედაც ქლიავი, ვაშლი, უსასრულელი უფრო კანით, მსხალი, მაწონი, იოგურტი, ეს არის ძირითადი საკვები ყაბზობის დროს და თავი უნდა შევიკავოთ ასევე ტკბილეული და ცალმეულისგან. დიახ და აი რა მონაცვლეობით უნდა მივცეთ ბავშვს პატარას და თუნდაც მოზარდს შემდეგ უკვე სკოლის პერიოდში ხორცი და თევზეული. კი ბატონო, ხორცის მიცემა ბავშვთა ასაკში 6 თვიდან იწყება და თავდაპირველად რა თქმა უნდა ჯერადობა არის ძალიან მცირე, მერე უკვე რაოდენობა იზრდება. კვირაში თევზი ემატება 10-11 თვიდან, კვირაში 3-ჯერ მაინც და 2-ჯერ მაინც თევზის მიღება აუცილებელია. კი ბატონო და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ეს არის კვერცხი. ნუ ათწლეულების წინ ესეთი მიდგომა იყო რომ კვერცხი უნდა მივაწოდოთ ბავშვს კვირაში 2-ჯერ. და შეიცვალა თუ არა მიდგომა და არის თუ არა სავალდებულო კვერცხის მიცემა ყოველ დღე. ყოველდღე არ არის სავალდებულო მიცემა, კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ შეგვიძლია. კვერცხის მიცემა ხდება დაახლოებით ესე 8-9 თვიდან, უბრალოდ კვერცხის გულის მიცემა, უბრალოდ დავაკვირდეთ თუ არის ალერგია გარკვეული პერიოდი. ამ საკვებს არ მიცეთ, მაგრამ მე აუცილებლად ჩავრთავთ ისე. კი ბატონო და რო შევაჯამოთ ჩვენი ეთერი, რას ურჩევდით მშობლებს, რა უნდა გაითვალისწინოთ ბავშვებში კუჭ-ნაწლავის პრობლემების პრევენციისთვის, აი ესე რაღაც ფორმულასავით რო გითხრათ. კი ბატონო, პირველი ეს არის მაინც ჩულ ბავშვებს შევეხები, რომ ძირითადი მომართვენება მეტეორიზმის გამო და შეშფოთების დაკას არ უნდა წარმოადგენდეს და არც მედიკამენტების ჩართვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ თვითონ მშობლებს აღნიშნავს, რომ აი ვაძლევ მედიკამენტს და შედეგი არ აქვს. მე პირადად აღნიშნავ არც ეს მეტეორიზმისთვის რამე მედიკამენტს, იმიტომ რომ შედეგი არ ექნება არანაირად, იმიტომ რომ ეს არის კუჭ-ნაწლავის და უმციფრობით და ნერვული სისტემის უმციფრობით განვითარებული. ამიტომ სამ თვემდე ჯობია რაღაცა ფიზიკური მეთოდებით დავეხმაროთ, თბილ წყალში ჩასმა, საათის ისრის მიმართულებით, მასაჟები და ესეთი ვარჯიშები გავაკეთებინათ. მეორე მნიშვნელოვანი არის ყაბზობის პრევენცია, ბრჭყოვანი საკვები დიდი რაოდენობით, კი, მაწონი, იოგურტი მივცეთ დიარეის დროს, არ უნდა შევშფოთდეთ ასე ვთქვათ, უნდა მივცეთ სითხე, ელექტროლიტები და საკვები არ უნდა დავაძალოთ ამ პერიოდში. კი ბატონო და რა თქმა უნდა სწორი რაციონი,
სწორი კვება, კი ბატონო. მეტი ჟანგბადი და სპორტული აქტივობა. სეიმობა და აქტივობა, კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ასეთ საინტერესო და საჭირო საუბრისთვის. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი სტუმარი იყო პედიატრი ნეონატოლოგი ნინო გორგაძე. საუბრის თემა ბავშვებში გავრცელებული კუჭნაწლავის პრობლემები და მათი მკურნალობა. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელი დილა. მე კვლავ დაგიბრუნდებით სიახლეებით. დროებით.